მოგესალმებით ცის სარკის პოდკასტიდან. დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო თემას შემოგთავაზებთ. მანამდე კი გეტყვით, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია მაღაზია თილისმა, რომელიც მდებარეობს ირაკლი აბაშიძის 62 ნომერში. დღეს ჩვენ გვყავს სტუმრად ასტროფიზიკოსი, ფიზიკის დოქტორი, აბასთუმნის ობსერვატორიის მკვლევარი, ბატონი სერგი კაპანაძე. მოგესალმებით. მოგესალმებით. ძალიან საინტერესო ეპოქა დაგვიდგა ადამიანებს და მინდა დღეს მიმოხილვა გავაკეთოთ და გავშალოთ თემები ადამიანი ისევ მთვარეზე დაახლოებით 54 წლის მერე. დიახ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. მართლაც არაჩვეულებრივ ეპოქაში მოგვიწია ჩვენ არსებობა. ეხლა მე პედაგოგიურ საქმიანობასაც ვეწევი გარდა მკვლევარისა და ჩემ ბავშვებს ვეუბნები ხოლმე თქვენ არაჩვეულებრივ ეპოქაში მოგიწიათ ყოფნა ეხლა, იმიტომ რომ ჩვენი მამის თაობებს ახსოვს წინა მისიები, რაც მოხდა ზუსტად 54 წლის წინ ბოლოს აპოლონ 17-ის გაშვება მთვარეზე და მის მერე ამდენი პერიოდი მეს უმაუცებდა ალბათ რა ემოცია გადაიტანა იმ ხალხმა იმ ეპოქაში არა ეს მაშინდელი ეს მიღწევები მთვარისათვისება და მთვარეზე გაშვებული ეს აპოლონის მისიები ძალიან ემოციურად ძალიან მოქმედებდა მაშინ ხალხზე. მე შემიძლია შევადარო რომ ეხლანდელი არტემისის მისია ვერც კი შეედრება მაშინდელ ეპოქას. ანუ ის უფრო გრანდიოზულად დიდი იყო, ჯერ ერთის პირველად მოხდა ესეთი რაღაცა და მე კიდე წარმოვიდგინა ეს იყო არა მარტო ამერიკელი ხალხის მიღწევა, ეს ზოგადკაცობრიობის მიღწევა იყო და მართალი იყო ამსტრონგი როცა გადავიდა რომ ეს პირველი ნაბიჯი ადამიანისთვის და კაცობრიობის უდიდესი ნახტომი. ამიტომ ეხლანდელი არტემისის მისია რაც ხდება მაგას ვიმეორებ არჩეულებრივი ეპოქა დადგა ეხლა რომ გაგრძელდა ის კოსმოსის ათვისების ტრადიცია ალბათ რაც დაიწყო გასულ საუკუნის მეორე ნახევარში და რა ვიცი ძალიან ბევრ სიახლეები ვნახეთ ეხლა ჩვენ უკვე გადმოიცა რამდენიმე პანორამული სურათი მთვარის ზედაპირისაც იქიდან დედამიწა როგორ ჩანს, მაგრამ მე გეუბნებით რომ ეს არ არის, ეს ჯერ კიდე ესე ვთქვათ როუ მატერიალია, ჯერ მშრალი, ჯერ ბევრ რაღაცას ვნახავთ კიდე ჩვენ. იყო სხვადასხვა სკეპტიკოსები რომ აი ჩვენ გაცილებით უფრო ველოდებოდით, უფრო ლამაზ, უფრო ისეთ სურათებს და ვიდეო შართვას და რატო არ ხდება და რამე სხვა გვატყუებენ და ასე შემდეგ, მაგრამ ერწუნეთ რომ ეს ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის და ის ყველაფერი ჩვენ ვიხილავთ იმას ცოტა ხანში. ეს მისია დაბრუნდება დედამიწაზე და დაეშვებიან წყნარ ოკეანეში, აი მის მერე უკვე როცა ეს მიღებული მასალა იქნა ჩამოტანილი, გახდება საჯარო, მერე უფრო გაცილებით ემოციურ სურათებს ვნახავთ და ემოციურ კადრებს ვიხილავთ. არა მარტო საჯარო და ასე ვთქვათ სოციალურ ფენისთვის, სამეცნიერო დატვირთვა ექნება ამას ძალიან დიდი. სწორედ ამას ემსახურება ეს ყველაფერი, რომ მოხდეს ამათი ანალიზი ცხადია და დაიგეგმოს შემდეგი პროექტები უფრო დიდი და უფრო გრანდიოზული. ადამიანის მისწრაფება ეს მთვარისკენ ჩვენი წასვლა გრანდიოზული გეგმები გვაქვს საერთოდ და კაცობრიობას რატომღაც აი გვინდა რომ აღმოვაჩინოთ რას ვეძებთ. აი ეს პირველი კითხვა. მოდი ასე ვთქვათ რა, აი ზოგადად მეცნიერება და კოსმოსის ათვისება ადამიანის თანმსდევი, რაღაც შინაგანი წყურვილია, ესე ვთქვათ, რომ ადამიანს ყოველთვის უნდა რომ შეიმეცნოს სამყარო და მით უმეტეს რაც განვითარდა ესეთი დარგები როგორც არის ასტრონომია, ასტროფიზიკა და ასე შემდეგ მას უნდა კოსმოსი აითვისოს. კოსმოსი აითვისოს და საბედნიეროდ ისეთი უნიკალურ პლანეტაზე ვცხოვრობ ჩვენ და ის ერთი თანამგზავრიც მოგცა დედამიწამ, რომ გვაქვს ამის საშუალება, ჯერ ახლო მანძილებზე მოსინჯო ჩვენი ძალები, ასე ვთქვათ და მერე იქიდან ავიღოთ სტარტი უფრო შორ მანძილებზე. ეხლა მე ამას ვახსენებ, იმიტომ რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მისია ამ არტემისისა. ეხლა მე მაინც მინდა რომ აი რაღაცნაირი შედარება გავაკეთოთ ხოლმე, იმიტომ რომ დაუბრუნდე ისე იმ აპოლონის პროგრამას, რომელიც 6 პილოტირებული სადგური დაჯდა მთვარის ზედაპირზე, სულ 12 ადამიანი ბოლო 72 წელში როგორ თქვით, ესენი ჰარისონ შმიტი და სერნერი იყვნენ ესეთი ორი ასტრონავტი, სხვათა შორის ჰარისონ შმიტი იყო მეცნიერი გეოლოგი. მანამდე ისინი სამხედრო მფრინავები იყვნენ, ამიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ ის ეპოქა რას ემსახურებოდა. უნდა ვახსენოთ ესეც აუცილებლად არა, რომ ესე იგი მეორე მსოფლიო ომის მერე
ამ პოლიტიკურ გადანაწილებამ ქვეყნებისა გამოიწვია ეს ციმიომის პერიოდი, ვინ ვის აჯობებდა ესე რომ ვთქვათ პოპულარულ ენაზე ტექნოლოგიის დარგში, მეცნიერების დარგში და ასე შემდეგ და ხო, ესეც საინტერესო მომენტი მოხდა, რომ აი, რა ვიცი, მსმენელისთვისაც საინტერესო იქნება ალბათ, რომ ზუსტად აი ამ მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა მოხდა, ესე იგი, დასრულება, ასე ვთქვათ, ამ დროს გერმანელებს ყავდათ არაჩვეულებრივი ინჟინრები. ესენი მართალია ჭყალებში კი არა ცუდ საქმეს ემსახურებენ, ზოგი ძალით, ზოგი ნებით, მაგრამ ემსახურებოდნენ. მაგ დროს ვითარდებოდა ეს კოსმოსური ფრენები არა, მაგრამ პირველი რაკეტა მშენებლობა მაშინ დაიწყო ზუსტად ასეთ ფაუს ტიპის რაკეტები იყვნენ. არაჩვეულებრივი გერმანელი ინჟინერი იყო ვერნერ ფონ ბრაუნი ესეთი, რომელიც შემდეგ უკვე შეერთებულ შტატებში წაიყვანეს, ესე ვთქვათ, როგორც აი ამ კაპიტულაციის შემდეგ. ნუ ახლა იქნა რამდენიმე ინჟინერი გადმოვიდა საბჭოთა კავშირშიც, ესე ვთქვათ და აი მათი ცოდნა, მათი გამოცდილება მოხდა უკვე სასარგებლო საქმისათვის, რომ აეთვისებინათ ეს ყველა. სწორედ ვერნერ ფონ ბრაუნის დამსახურება იყო აი იმ გრანდიოზული სატურნ 5 რაკეტის პროექტი და მისი განხორციელება, რითიც მოხდა ადამიანის გაშვება მთვარეზე. მართალია ამ ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე აძახებდნენ, რომ ის ნაცისტური პარტიის წევრი იყო, მაგრამ ვერ მოიშორა ეს ლაქაბუნებრივია, მაგრამ ის ამბობდა, რომ მე იძულებით ვიყავი ამ პარტიაში. ასე რომ ეს ვამბობ, რომ ეს დაძაბულობები და ეს ტექნოლოგიური შეჯიბრი გარკვეულ პროგრესს აძლევს ხოლმე კაცობრიობას. რა ვქნათ, ესე არის მოწყობილი, როცა ადამიანს და არა მარტო ადამიანს ქვეყნებს უჭირს, ისინი ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ტექნოლოგიურად წინ წავიდნენ. და ესე იგი, ორი დიდი სახელმწიფოს დაჯახება მოხდა, ასე ვთქვათ, ტექნიკური თვალსაზრისით. იქითკენ შეერთებული შტატები ცდილობს მიაღწიოს რაღაცას კოსმოსური ათვისების მხრივ, აქეთკენ საბჭოთა კავშირი მაშინდელი და როცა მოხდა პირველი თანამგზავრის გაშვება, სერგეი კოროლოვი იყო აქეთკენ ინსტრუქტორი, ეს 54 წლის 7 ოქტომბერი, თუ არ ვცდები კი ამ დროს და ეს იგი პირველი თანამგზავრი გაუშვეს და ეს იყო კრახი ახლა მაგათთვის შეერთებული შტატებისთვის, რომ რა ხდება ახლა ცივი ომის დროს, აი ამ სახელმწიფომ ხო არ გვაჯობა ახლა ჩვენ ამბავს და მეორე დღესვე მოხდა უკვე აი ამ დაბარება თეთრ სახში და ესე იგი რომ საბასასრაფოდ რაღაცა უნდა ვიღონოთ სომები და ასე შემდეგ და 58 წელში უკვე NASA შეიქმნა როგორც ესეთი და ეს 58 წელში 61-ში ალბათ გახსოვთ ჯონ კენედის ცნობილი სიტყვები, რომ მიმდინარე დეკადის ბოლოს უნდა მოვახდინოთ ესე იგი ადამიანის გაშვება მთვარეს და მისი უსაფრთხო დაბრუნება უკან მიაქციეთ ყურადღება, ესე იგი ეს არ არის მარტო ის რომ წავედით და ასე ანუ მთელი პროექტები და მართლაც მოხდა ამის განხორციელება. მანამდე უნდა ითქვას ისიც რომ იყო ესეთი პროექტი, ჯემინის პროექტი იყო და ახლობით 60-იან წლების 50-იანების მიწურულს ეს 57-ში 18-ში სატესტო პროექტებს აკეთებდნენ, ესენი პილოტირებული გაშვებები იყო. აი 61-ში ჩვენ ვიცით რომ უკვე გაგარინი 12 აპრილს გაფრინდა კოსმოსში. სხვადასხვა რამდენი ერთი თვეც არ იყო გასული, რომ პირველი ამერიკელი ასტრონავტი წავიდა, ალან შეპარდი იყო ესეთი და ოღონდ იმან არ შემოუარა დედამიწას, ის ბალისტიკური რაკეტის ტრაექტორიაზე მოძრაობდა, ის ავიდა კოსმოსის სივრცეში და დაბრუნდა, მაგრამ უკვე ნუ ითვლება როგორც ამერიკელი კოსმონავტი. ამიტომ ეს ჭიდილი ყოველთვის იყო ხოლმე სხვა შეჯიბრები. რა ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ეხლა არტემისის მისიაზე ამბობენ, რომ მთვარის უკანა მხარე გადავინახეთ ისეთი, რომ ადამიანს არ უნახია ჯერ და ასე შემდეგ. ცოტა ესეთის გაზიადებული, იმიტომ რომ მთვარის უკანა მხარე კარგად ვიცით ჩვენ. ჯერ კიდე 73 წელში თუ არ ვცდები, ლუნა 3 იყო ესეთი საბჭოთა კავშირის ესეთი ხომალდი, რომელიც მთვარის უკანა მხარე გადაიღო. მართალია იმის მიზანი არ იყო მთვარის უკანა მხარის გადაღება, მათ უნდათ რომ მთვარემდე მიეღწია და აცდა მთვარეს ის. და მე კიდე გადაიღო სურათი და მე დააბრალეს ამას პრესაში გამოიცა ის კომუნისტი რაღაცები, რომ აი ამ მთვარის უკანა სურათის გადაიღისა და ნუ ფაქტი იყო რომ გადაიღო. ხო, მანამდეც იყო სხვადასხვა პირველი კოსმოსური მე არანაირ პროპაგანდას არ უწევს, სწორად გამიგეთ ახლა თქო შეჯიბრი, ვინ როგორი იყო. ახლა შეჯიბრი მიდის ხადია, ხო და აი 60-იან წლებში საბჭოთა აპარატი იყო ესეთი ლუნა 2, რომელიც პირველად მიაღწია მთვარეს, ესე ვთქვა. საინტერესო მომენტი იყო მაშინ, ესე იგი აი ამ მაშინდელი რაკეტები, ესე ვთქვა, რომ ნახოთ თქვენ საბჭოური რაკეტები, ტიპურად ერთნაირები იყვნენ, ერთნაირი სიმძლავრისები. მათი მიზანი იყო, რომ როგორმე მთვარემდე მიეღწიათ. ძალიან საინტერესო მომენტია ახლა ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს ლუნა 2, როცა იცით როგორი მომენტი იყო, როგორც ამბობენ, აი როგორც
კალათბურთის ფარში ბურთი ესროლო. ანუ ჩავარდება თუ არა. აი ამგვარად იქით მიმართულებით უშვებდნენ ამ ინერციით უშვებდნენ ამ რაღაც აპარატებს და საინტერესო მომენტია რომ აქედან თვალსაც კი ადევნებდნენ რაღაც ჰელიუმის გაზს უშვებდა ღამე რომ ეს მოხდებოდა თუ არა მთვარეს. და მან ჩაიტანა პირველად პატარა რაღაც მეტალის ბურთი ამ საბჭოთა ემბლემით და ასე შემდეგ. ანუ თითქოს ჩვენ პირველმა მივახციეთ მთვარემდე და ასე შემდეგ. არანაირი მასალა იქიდან არ ჩამოუტანია ამას. ნუ ესე ტექნიკურად მოხდა და ასე პარალელურად ვითარდებოდა აქაც, ხო, შეერთებულ შტატებშიც უკვე სერიოზულად ემზადებოდნენ ამისთვის და აი სწორედ სატესტო პროექტები იყო, იგივე Saturn 5 გახდათ რაკეტი მზიდი. მისი მოვალეობა იყო, რომ ეს სასარგებლო ტვირთი აეტანა ორბიტაზე, ესე ვთქვათ და ამ ხომალდს იყენებდნენ ჯერ სატესტოს დედამიწის გარშემო. აი ზუსტად ახლა არტემის 2-ის სურათებს ადარებენ ხოლმე აი ამ აპოლონ 8-ის მისიას. ეს აპოლონის პროექტია, თორე ხომალდ მზიდი Saturn 5 იყო, როგორც გითხარით და მან აიტანა ეს აპოლონ 8, რომელიც ერთ-ერთი პროექტი იყო, სატესტო პროექტი, რომ მთვარის გარშემო შემოევლოთ მათაც და შემდეგი მისიები დაგეგმილი იყო, რომ მთვარეზე დაჯდომოდნენ, ესე ვთქვათ, გადასულიყო მთვარის ზედაპირზე და ეხლა ადარებენ ხოლმე ამ სურათებს, როგორ ამოდის დედამიწა მთვარის ჰორიზონტიდან გადაღებული აპოლონ 8 ასტრონავტებით და რამდენიმე დღის წინ გადაღებული არტემისის სურათებით. მაგრამ აქ ტექნიკური განსხვავებაც არის. აქ ტექნიკური განსხვავება არის, რომ აი მაგალითად აპოლონ 8 რო წავიდა მთვარისკენ და იმან მთვარის გარშემო მრავალი ორბიტა გააკეთა, ასე ვთქვათ, 10 ორბიტა გააკეთა და იმათ ერთ-ერთი კადრი ჰქონდათ ესეთი გადაღებული. არტემისმა საკმაოდ მაღალ ორბიტაზე შემოუარა დედამიწას. ეხლა მე აქცეთ ყურადღება კიდევ ამბობ, რომ აპოლონ 8 დაახლოებით 100-150 კილომეტრის ზედაპირზე დაფრინავდა მთვარის ზედაპირიდან. საკმაოდ ახლო ზედაპირზე და მაღალი სიჩქარით. არტემისი ავიდა დაახლოებით 6500 კილომეტრზე, კი არა ავიდა, შემოუარა ამ ორბიტით მთვარეს. ამიტომ თვალთა ხედვა არტემისის ასტრონავტებისთვის უფრო დიდი იყო. გამიგეთ? აი ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ადგილი არის მთვარეზე, აი აღმოსავლეთის კიდედან ჩანს ორიენტალე ბეისინ, ესე ქვია, ანუ ორიენტალის ზღვა, ანუ აღმოსავლეთის ზღვა ქვია, ბასეინი ქვია ამას ლათინურად. ანუ აქედან არ ჩანს ეგ მხარე, გამიგეთ, იმიტომ რომ მთვარის მოძრაობა ისეა დედამიწასთან მიმართებაში, რომ სულ ერთი მხარით იყურება. მაგრამ მთლად სულ ერთი მხარით კი იყურება, მაგრამ თავისი ეგრეთ წოდებული ლიბრაცია ახასიათებს მთვარეს. საქმე ისაა, რომ მთვარე დედამიწის გარშემო არ ტრიალებს წრეზე, ის გარკვეულ ელიფსზე ტრიალებს, ამიტომ ახლოს როცა არის გრავიტაცია უფრო დიდია დედამიწასთან მიმართებაში, შორსთან ნაკლები. ამიტომ მთვარე ასე ვთქვათ ლიბრირებს, ანუ ტრიალებს ცოტათი თავისი მხედველობის ველის მიმართ, რასაც ჩვენ ვხედავთ ერთ და იგივე მხარეს. ამიტომ დაახლოებით 60% ჩვენ ვიცოდით მთვარის როგორ არის. და როცა მოიხრებოდა ესე ვთქვათ მთვარე ეს აუზი, ეს რაც მე ვახსენე, რაღაც ერთი კიდე მაინც ჩანდა და აი ამ ასტრონავტებს არტემის ასტრონავტებს მიეცათ უნიკალური საშუალება, რომ კარგად დაენახათ ეს ადგილი მთვარისა და აი ამიტომ ამბობენ ხოლმე, რომ თითქოს პირველად დაინახეს. სიამოვნებაში პირველად კი არ დაინახეს, იქ მრავალჯერ გადაუფრინა აპოლონ 8-ის ხომალდმა ბევრჯერ და ამიტომ ვიზუალურად სხვადასხვა კუთხით შეხედეს, ამ უფრო შორიდან დაინახეს ეს ყველაფერი და უფრო ლამაზი ჩანდა და უფრო ბევრი საინტერესო კადრები მიიღეს. წყლის ალბათობა, ყინული, რამდენად, ანუ წყალი არის და იმისთვის რომ იქ თქვათ სხვა მისია შესრულდეს, ის მესამე მისია, ვისთვისაც არის მერე მარსის თემატიკა. საინტერესო მომენტია ის, რომ რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდე ინდუეთს ჰქონდა გაშვებული პროექტები, ესეთი Chandrayaan 1 და Chandrayaan 2. 2008-ში და რამდენიმე წლის წინ კიდე ერთ. სხვადასხვა მაგათმა უახერხეს ესეთი რაღაცა პირველად, რომ სამხრეთ პოლუსზე დასვეს ხომალდი. ეხლა ეს ხას უსმენთ, რომ ინდუეთის კოსმონავტიკაც არ უდებს ტოლს ეხლანდელ, აი ამ ორი ქვეყნის ახლანდელი რუსეთი დიდს მაინც და მაინც ვერაფერს ჰქონდათ მაგას მცდელობა მთვარეზე დაჯდენისა და წარუმატებელი აღმოჩნდა რუსების დაშვება მთვარეზე. და აი ამ დროს პარალელურად ინდუეთის, ჩინეთის მაგალითად კოსმოსური კვლევები, კოსმოსური აპარატები საკმაოდ წარმატებას აღწევენ. სხვათა შორის მე როგორც მახსოვს, სწორედ ინდური აპარატი იყო ესეთი Chandrayaan 3 თუ არ ვცდები, რომელსაც პირველად ეს წყლის კვალი ნახა მთვარის ზედაპირზე.
და ეხლა რა არის მოდი ეს გასაგებენაზე რო ვთქვათ რა ზოგ შეიძლება წარმოდგენა არ კონდეს ეხლა წყალი მთვარეზე და ეს არ ნიშნავს იქ წყაროებია და ასე შემდეგ აქ ლაპარაკი არის ჰიდროქსილის ნაერთებზე ჰიდროქსილი არის ისეთი მასალა რითაც შემდეგ რითაც შედგება მთვარის გრუნტი ასე ვთქვათ ის ბაზალტური ფენა მთვარისას ეს ჰიდროქსილი არის წყალბადისა და ჟანგბადის მოლეკულების ერთიანობა ანუ ისინი ნაერთი სახით არსებობენ სხვა ნივთიერებებთან როგორც არის მაგნიუმი ქლორი რკინა და ასე შემდეგ ანუ ნაერთი სახით არსებობს ჟანგბადის და წყალბადიც იქ ჩვენ ვიცით რომ ჟანგბადი და წყალბადი ერთად წყლის მოლეკულას ქმნიან უკვე რა H2-ასთან მიმართებაში. ამიტომ საიდან წარმოიშობა ეს სუფთა თეორიულმა ანალიზმა უჩვენა და უკვე პრაქტიკულადაც ნახეს, რომ ასეთი სახით უნდა არსებობდნენ მთვარეზე წყლის ნაერთები, ესე ვთქვათ. ეს მიიღება როგორც ვახსენე თეორიული ანალიზი უჩვენებს, რომ მზიდან წამოსული მზის ქარი შეიცავს, ესე იგი პროტონებს, ანუ წყალბად შეიცავს ის და რახან მთვარის ქანშიც ჟანგბადი არსებობს მინაერთის სახით. აი ისინი ქმნიან ამ წყლის მოლეკულის სტრუქტურებს, ესე ვთქვათ. ანუ სუფთა წყალის სახით არ არსებობს იქ, მაგრამ გარკვეულ პირობებში შესაძლებელია აი ამ ჰიდროქსიდის ელემენტებისგან მიიღო შენ სუფთა წყალის, ვთქვათ, საწვავის გამოყო, ჟანგბადის გამოყო და ასე შემდეგ. სწორედ ამას ემსახურება ერთ-ერთი პროექტი აი არტემის 3-ისა თუ 4-ისა, რომელიც მოხდება მთვარის დაჯენა, რომ ადგილზე მოხდეს აი ამ გრუნტის კარგად შესწავლა. ეხლა მთვარის გრუნტი ჩამოტანილია დედამიწამდე, აი ამ აპოლონის მისიებით დაახლოებით 380 კილოგრამი მთვარის გრუნტია ჩამოტანილი სხვადასხვა ლოკაციებიდან მთვარის ადგილიდან, მაგრამ როგორც თეორია უჩვენებს ეს ნაერთები საკმაოდ ცოტა ღრმად უნდა იყოს ფენებში რა 1 მეტრა ნახევარის სიღრმით უნდა არჩევოდეს ესეთი შრეები რომელიც აი ამ ნივთიერებებს შეიცავენ აი ჟანგბადისა და წყალბადის მოლეკულების გაერთიანებებს და რაღაც ესეც და აი ამათ ცოტა სიღრმისეული შესწავლა უნდა მოხდეს ანუ ის მასალა რაც არის ჩამოტანილი აქედან ამით ანალიზით მაინც ვერ ამტკიცებენ ესეთი რაღაცა რო არის სხვათა შორის ეს 400 კილოგრამამდე რო ჩამოიტანეს ეს მასალა ესეც საინტერესოა რომ ჯერ კიდე 72 წელში როცა შეგროვდა ორად მოხდა ამის გაყოფა ამ მასალის ანუ ნახევარი გადაეცათ მეცნიერებს კვლევისათვის ნახევარი შეინახეს ესე თქვა და ეხლაც მიდის მაშინდელი ჩამოტანილი გრუნტის შესწავლა და ეხლა ცხადია აი რა დასკვნამდეც მიდიან ამ დასკვნების გამყარებაც მოხდება როცა არტემისის შემდეგი მისიები დაეშვებიან მთვარის ზედაპირზე და შედარება და როგორ მიდის საერთოდ რამდენად ასე ვთქვათ ჯამთელად მიდის ეს კვლევები მთვარისა და ასე შემდეგ. ასე რომ ვამბობთ რომ წყალი არის მთვარეზე, აი ამ სახით შეიძლება არსებობდეს მთვარეზე წყალი. სხვათა შორის საინტერესოა მე რო ვახსენე რომ აი ეს ინდური აპარატის სამხრეთ პოლუსზე დაждდა მეთქი. აი ეს ჰიდროქსილი აქვს ისეთი უნარი რომ მაღალ ტემპერატურაზე ისევ იშლება. არ აქვს ამას გაერთიანების უნარი ამ ატომებს ასე ვთქვათ. ღამე ისევ ერთდებიან, მაგრამ პოლუსებზე არის ესეთი ტემპერატურა, სადაც მეტნაკლებად სტაბილურია. ამიტომ მთვარის პოლუსებზე ღრმა კრატერის ფსკერებში სწორედ მათ შენიშნეს პირველად რომ აი გარკვეული სპექტრული ანალიზები და გარკვეული ტექნიკური შემოწმებებით რომ იქ უნდა არსებობდეს ეს ნივთიერებები ეს ჰიდროქსილის ნაერთები ესე ვთქვათ და რომელიც ბაზალტურ ფერებს ქმნის როგორც გითხარით. ამიტომ პოლუსებზე ვარაუდობენ რომ უნდა იყოს ესეთი ნივთიერება რისგანაც შეიძლება მე წყლის გამოყოფა და ეს ხადია როცა ბაზები მოხდება მთვარეზე განთავსება უკვე თუ მოხერხდება ის რომ ახლა რთულია წარმოედგინეთ ახლა იქ თუ არაფერი არ არის აქედან შენ ვერ წაიღებ ამ ხელა სასარგებლო მასალას იქ წყალი გინდა საკვები გინდა 1000 რა როგორ უნდა შეინახოს იქ ასტრონავტმა თავი მთვარეზე ხო ადგილ ლოკალურად უნდა მოხდეს ამ მადნის და სასარგებლო ნივთიერებების მოპოვება რომ იქ ჟანგბადის თვითონ მოიპოვოს საწვავის თვითონ მოიპოვოს იქ და წყალის თვითონ აი ამისი ნიშნები რახან არსებობს მთვარეზე ესეც უდიდეს იმპულსს აძლევს იმისა რომ მოხდეს მთვარის ზედაპირის ათვისება და იქ ბაზების განთავსება ეხლა რა საჭიროა ამ ბაზების განთავსება კიდე როგორც გითხარით ადამიანს აქვს მაგის სურვი და უნარი აი ითვისოს არა მარტო ჩვენი პლანეტა რომელიც ისედაც ასათვისებელია ძალიან ბევრი რამე თქვენ რომ ნახოთ ღრმა ოკეანეებში სულ ახალ რაღაცა ორგანიზმებს და ახალ აღმოჩენებს აკეთებენ ჯერ თვითონ პლანეტაც არა გვაქვს შესწავლილი მაგრამ ეს დარგი ახლა კოსმონავტიკაც პარალელურად ვითარდება ხო ცხადია ვერ გმაყოფილდე ჯერ ანტარქტიდაც შესასწავლია ესე ვთქვა და ვითარდება და ეხლა ვითარდება იმიტომ რომ აი კიდე მაგას ვამბობ, აი კარგად მინდა რომ სვენელმა გაიგოს განსხვავება
აპოლონის პროგრამის მისიებსა და არტემისის მისიებს შორის. თუ მაშინ ცივი ომი იყო, რომ აი ჩვენ მივედით, ნახეთ და წამოვედით და ჩვენ პირველები ვართ, აქასი არ არის. ამას სუფთა სამეცნიერო დატვირთვა აქ უკვე. ჩვენ უნდა ავითვისოთ ახლა მთვარე. კი ბატონო, პირველ ნაბიჯები გადაიდგა 54 წლის წინ, მაგრამ ახლა ვნახოთ ცოტა სხვანაირად შევხედოთ. ახლა ცოტა კარგად მოვექცეთ მთვარეს, ასე ვთქვათ, არა სამხედრო დატვირთვით, არა პირველობით, არა მარტო დროშის მიტანით იქ. და მართალია იმათმაც რაღაც სამეცნიერო აპარატები განალაგეს, იმიტომ როგორც გითხარით, ჰარისონ შმიტი გეოლოგი იყო ბოლო ასტრონავტი, აპოლონ 17-ის მისიის ერთ-ერთი ასტრონავტი. ამიტომ ახლა სუფთა სამეცნიერო დატვირთვა აქ ამას. ავითვისოთ მთვარის ზედაპირი, როგორც გითხარით, აი ეს ნიადაგის შესწავლა კარგად იქ სასარგებლო მინერალების ძებნა და ასე შემდეგ და შემდეგ იქ ბაზების განთავსება, რომ რამდენიმე ხნით დარჩეს ადამიანი ახლა იქ. ახლა მაგალითად თუ ბოლო მისიის აპოლონ 17-ის ასტრონავტები 3 დღე გაატარეს მთვარეზე მათ წარმოიდგინე, შეაგროვეს მასალა და ესენი თუ გადავლენ არტემისის ასტრონავტები, რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე შეიძლება დარჩენ ახლა იქ და ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ეს ყველაფერი მოხერხდება. ახლა იქ ადგილობრივი ბაზების განთავსება, იქ დარჩენა, ცხადია დედამიწასთან კომუნიკაცია იქნება და რომ გაუადვილდეთ შემდეგ იქ ყოფა და არსებობა და იქიდან განხორციელდეს სამეცნიერო კვლევებიც მთვარეზეც და იქიდან მოემზადონ უკვე შორეულ პლანეტებზე გასაფრენად. ალბათ იცის მსმენელაც ვთქვათ ისიც, რომ მთვარეზე გაცილებით ნაკლებია გრავიტაციის ძალა, ანუ სიზმის წონა, კი 6-ჯერ ნაკლებია თავისუფალი ვარნის აჩქარებას და წონაც ასე ვთქვათ მთვარეზე და რთული ადამიანისთვის სხვათა შორის. რთული ადაპტაცია ჭირდება ახლა ცხადია, იმიტომ რომ სხვა გარემოში მოუწევს ყოფნა. სხვათა შორის აი ეს არტემის 2-ის ერთ-ერთი ასტრონავი კრისტინა კოხი, ვინც არის, ხო, პირველი ქალი, ხო, ნუ ესეც არ იყო პირველი, ახლა ტერეშკოვაც არ დაგვავიწყდეს ჯერ კიდე 73-ში ეს ქალი არ არის პირველი კოსმოსში, ეს ქალი პირველი ის იყო და ნუ ერთ-ერთი ასტრონავტი, რომ ასე ვთქვათ, ღრმა კოსმოსში გაიჭრა. ქალი, რომელსაც თავის თვალით იხილა მთვარის ზედაპირი, კრატერები დაფარული, ტელესკოპის გარეშე და ასე შემდეგ. ხო, ძალიან დიდი სტიმულია ქალბატონებისთვის, იმიტომ რომ ცხადია არაფერი განსხვავება არ არის. საინტერესოა რომ აპოლონის ასტრონავტები ყველა კაცები იყვნენ, ისინი 12 მამაკაცები იყვნენ. და სხვათა შორის ესეც საინტერესო მომენტია, ეს ვახსენოთ, რომ საფირფაშოს ტუალეტი რო უღერღულება რო შეიქმნა. აპოლონის მამაკაცების ეს სისტემა, ასე ვთქვათ, უფრო ადვილი იყო. აკლა ქალბატონი გამიგეთ, ამიტომ იგი ცოტა ტექნიკურად სხვანაირად იყო მოწყობილი, თუმცა ეს პრობლემა ლოკალურად მოგვარდა და არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ არის ახლა იქ. ასე რომ მთვარის ათვისება, ადაპტაცია, ხო, მაგას ვამბობთ, რომ ეს კრისტინა კოხი დაახლოებით გამოცდილი ასტრონავტია, ეგ 11 თვეა გატარებული კოსმოსში, მაგას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. ნუ დანარჩენი ფრინავებიც არიან, ისინიც ასტრონავტები არიან. ცხადია, ამიტომ მეტაკლებად შეუძლებელი არიან ესენი ამ უწონობაში ყოფნას, მაგრამ მთვარეზე ყოფნა ცოტა მაინც განსხვავდება. მცირე გრავიტაციაა, გამიგე თქვენ თუ გინახავთ ძველი კადრები ასტრონავტებისა, როგორ წაიქცევიან ხოლმე ძლივს ადგებიან და ასე შემდეგ, ანუ ადაპტაცია ჭირდება. ნუ რამდენიმე დღე და მერე იხტუნავებს, ესეც გაივლის, იქ ცხადია. საინტერესო ხო, ეს იმიტომ ხდება, რომ გრავიტაცია ნაკლებია. ხო, ერთ-ერთი საფრთხე ეს არის, იცით რა არის, ბევრი საფრთხეები არსებობს რა. ეხლა ჩვენ აი დილეტანტი ისე კითხულობს, რომ აი მთვარეზე გაფრინდნენ და ესე და მერწმუნეთ აი უდიდესი წინააღმდეგობების წინაშე მიდიან ინჟინრები და აი ეს მეცნიერები, ეს მსგავსი პროექტები რო განახორციელონ. არ არის ესე მარტივი. თქვენ პლანეტა დედამიწასაც რო შეხედოთ, ეხლა რაც არის, ხო? აი მისი ზედაპირზე თხელი ატმოსფერო აქვს და აქ გვაქვს ჩვენ ოაზისი ამ ზედაპირზე. გარეთ არის ჯოჯოხეთი. მართლა ჯოჯოხეთია, როგორც კი გაცდები შენ ამ ატმოსფეროს და მოხვდები სიცარიელეში კოსმოსში. მზის რადიაცია ცხადია, ჩვენ რო ვახსენეთ, რითაც წარმოიშობა ეს ნივთიერებები მთვარეზე, აი მზის ქარი და ასე შემდეგ. ეს დამოხტული ნაწილაკები, ეს პირდაპირ რადიაცია მზისა, ეს კატასტროფულად მოქმედებს სოციალურ ორგანიზმებზე. ამიტომ თქვენ რო დეტალურად ნახოთ, როგორ ისგან შედგება ეს სკაფანდრები, რითაც ასტრონავტები არიან, იქ ურთულესი ტექნიკური, რამდენიმე შრიანი მასალას იყენებენ, რომ არ მოხდეს იქ რადიაციის შეღწევა და გარდა ამისა ტემპერატურის შენარჩუნება, ჟანგბადის მიწოება. ეს სკაფანდრი არის ურთულესი ტექნიკური ხელსაწყო დანადგარი, ასე ვთქვათ, რაშიც თავსდება ეს ასტრონავტი. სხვათა შორის აი არტემისის მისიაზე ეხლა გამახსენდა, აი ამბობენ, რომ ეხლა მუშაობთ ისეთ კიდე სკაფანდრის შემუშავებაზეო, შემდეგ მთვარეზე რო ანუ
ეხლა მუშაობენ ტიპები კიდე. ანუ ხვდებით როგორი პროექტია, ანუ ჯერ ხო სატესტოა და აქაც კიდე კვლევები მიდის, როგორ გაკეთდეს შემდეგი მისიებისთვის უსაფრთხო აფრენას, დაждდომას, სკაფანდრების და ასე შემდეგ. ამიტომ როცა ვსაუბრობ თვარეზე როცა გადავლენ იქ ბევრი რაღაცისთვის მზად უნდა იყვნენ ესენი, ხო? ეხლა ეს ბაზები რო განთავსდება, ცხადია ამ რადიაციისგან დაცვა იქნება შიგნით. ნუ გარეთ თუ გამოვლენ თქვათ ღია ველზე, მთვარეზე, ის შესაბამისი სკაფანდრებით გამოვლენ, გარკვეული პერიოდი იმუშავებენ და მე დაბრუნდებიან ესე ბაზაში და ასე შემდეგ და აი თვისებენ იქაურობას, ესე თქვათ შეისხორცებენ იმ ზედაპირს კარგად და აი სამომავლოდ მე როგორც ვახსენეთ რა ხან გრავიტაცია ნაკლებია, ნუ ერთ-ერთი მიზანი ეგ არის რა, იქიდან უნდა მოხდეს მარსზე გაშვება. ადამიანისა ყოველ შემთხვევაში ძალიან ადვილი იქნება იქიდან ამის განხორციელება. ხა აქედანაც გაშვებულია მარსზე აპარატები. სხვათა შორის ერთ-ერთი ჩინურიც არის მარსზე მოახდინეს მაგათმა დაშვება. აი ისევ ჩინური კოსმონავტიკა რო ვახსენოთ ასე ვთქვათ. სხვათა შორის ჩინური კოსმოსური აპარატი იყო ესე ჩანჯე 4 იყო თუ არ ვცდები, რომელიც მთვარის უკანა მხარეს დაჯდა პირველად. საინტერესო მომენტია, იმიტომ რომ მთვარის უკან როგორც გითხარით, პირდაპირ რადიოკავშირი აღარ აქვს უკვე ასტრონავტებს დედამიწასთან. ახლა როგორ მოახერხეს ამათმა მთვარის უკან აპარატის დაჯდომა, ხო? თუ აქედან კონტროლი ვეღარ შეძლო. ამათმა წინასწარ გაუშვეს ერთი მთვარის თანამგზავრი სატელიტი, ასე ვთქვათ, რომელიც ლაგრანჟის მეორე წერტილშია და აი იქიდან გადმოცემდნენ ინფორმაციას, იქიდან აკონტროლებდნენ ამ ჩანჯე 4-ის დაჯდომას მთვარის უკანა მხარეზე. ანუ ჩინელები საკმაოდ წინ არიან წასულები ამ კოსმოსის ათვისების მხრივ და აი ეს საინტერესოა მთვარის უკანა მხარეც, იმიტომ რომ ერთგვარად განსხვავდება ამ ჩვენი წინა ეს ბოლომდე არ არის შესწავლილი, მაგრამ საკმაოდ ცოტა სხვანაირი რელიეფი აქვს, ასე თუ ჩვენ წინა მხარეზე ვხედავთ ამ შავ ლაქებს, სადაც ბაზალტური ზღვებია, ესე ვთქვათ, და დაბლობი არეები, მთვარის უკანა მხარე ნაკლებად არის ესეთი, იქ უფრო სქელი, იქ უფრო მატერიკები და უფრო კრატერები არის და ამიტომ მთვარის უკანა მხარე საკმაოდ ასათვისებელია და ნუ ძირითადი კვლევები მაინც პოლუსებზეა ყურადღება გამახვილები, როგორც გითხარით, რომ იქ წყალბადის წყლის ნიშნები უფრო პოლუსებზე შეიძლება იყოს და აი ვცდილობენ რომ ეს პოლუსების ადგილები აითვისონ ჯერჯერობით და იქიდან მე როგორც გითხარით ამ სუბუქი გრავიტაციის გამო ადვილი იქნება სხვა პლანეტებზე გაფრენაც. თუ აქ შენ გჭირდება რამდენიმე ტონა ასეულობით ტონა საწვავი, იქ გაცილებით ნაკლები დაგჭირდება შენ მთვარიდან რომ გაუშვა. დროის შეზღუდვა რა არის ახლა კოსმოსური მასშტაბებით რო აიღო დედამიწა და მთვარე გაცილებით ახლოს არიან ახლა ვიდრე მარსი აიღო შენ ვენერა აიღო და ასე შემდეგ. ერთად არიან ესენი ვთქვათ. ხო და ახლა შენ დედამიწიდან გაფრინდები თუ თვალიდან გაფრინდები ამ დროს არ აქვს. ისევ 6 თვე იქნება. ისევ დაახლოებით 6 თვე იქნება, გააჩნია ორბიტალურ კომბინაციას როგორ იქნება. ხო დაახლოებით 6-7 თვე გაგრძელდება ფრენა. სხვათა შორის მეაქცია ყურადღება როდენის რთული ტესტირება იქნება, ამიტომ ასტრონავტებისთვის ხო ერთ პატარა ოთახში 6 თვის განმავლობაში ახლა შეიძლება ფსიქოლოგიური წნეხიც არის ბუნებრივი, ამიტომ კარგად ხდება ამათი შერჩევა, ანუ მომზადება ამ ასტრონავტებისა, რომ აი როგორც ამბობენ პირველი ასტრონავტები რომლებიც მარსზე გავლიან ისინი არ ვიცი გმირობაც ალბათ ცოტა რო თქვა მაგათ ისინი არსებობს ალბათობა რომ ისინი საერთოდ ვეღარ დაბრუნდნენ უკან ანუ არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ესე მარტივად არ არის საქმე რა მარსის ბაზებზე როცა ვსაუბრობთ ახლო მომავალში ეს არ არის მე როგორც პროფესიონალი ვთქვა ასე ვთქვა ამ საქმეში გარკვეული შეფასება მაქვს ჩემი ანალიტიკური არ არის ეს ადვილი ეს უფრო შორეული პერსპექტივის ამბავია რომ მარსზე გადავიდნენ ადამიანები, მე იქ ბაზები მოახდინონ, სხვათა შორის იგივე ტენდენცია არის იქაც წყლის არსებობისა, რომ ლოკალურად მოხდეს ამ სასარგებლო მატერიალების მოძებნა იქ და იქ გამოიყენონ მასზე და ასე. ჯერ მთვარია ასათვისებელი და ამას ემსახურება ეს არტემისის მისია. ხო და ვნახოთ მე მთვარიდან მოხდება იქ. ნუ მთვარეზე გადაიტანენ აქედან რაღაც დეტალებს, რაკეთ ხომალდის ასაწყობა თქვათ ისე ეხლა მთვარეზე ქარხნებს ვერ გააკეთებ ჭეცხადია და იქ მოხდება კონსტრუქციის აგება და უკვე სტარტი შეიძლება იქიდან მთვარიდან უფრო ადვილი იყოს. არა გაგშენე ატმოსფეროს წინააღმდეგობა, გრავიტაცია ნაკლებია როგორც და ანუ კოსმოსური მანევრები უფრო ადვილი გასაკეთებელია და უფრო ადვილად ნაკლები დანახარჯებით მოხდება. როგორც მარსისგან გაშვება თქვათ და ისე მე იუპიტერის თანამგზავრებზე თუ წავლენ ეგ ხო საერთოდ კარგი, იმიტომ რომ იქითკენ უფრო დიდი სურპრიზები გველოდება ჩვენ კიდე, იმიტომ რომ ისეთი ტენდენციებია იუპიტერის თანამგზავრებზე, რომ იქ უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ იქ წყალი არსებობს ევროპაზე, მაგალითად იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრ განიმედზე, დედამიწაზე მეტი წყალია, ესე ვიცით ჩვენ და
ამიტომ იქ გადასვლა და იქ ათვისება სხვათა შორის იქ ეჭვიცარი რომ ამ ევროპაზე შეიძლება სიცოცხლის ნიშნებიც იყოს წყლის დაბლა ყინულის ქვედა ფენებში იმიტომ რომ იქ მართალია ფოტოსინთეზი იმდენად არა მაგრამ აი იუპიტერი თავის თანამგზავრებით ერთგვარ მიკრომზის სისტემას ქმნის ანუ მიკროპატარა ნათქვამია მაგრამ მცირე მასშტაბიან მზის სისტემას ქმნის თავის თანამგზავრებით ანუ იქ იუპიტერის გრავიტაცია დომინირებს ეს თანამგზავრები 4 დიდი ჩვენთვის კარგად ცნობილი გალილეისეული თანამგზავრები ისინი ჯერ ისინიც ერთი მხრივ უყურებენ იუპიტერს იმიტომ რომ ამ გრავიტაციული შეშფოთებებით ასე ვთქვათ გააჩერა იუპიტერმა და ამათი ლითოსფეროს, ანუ წარმოიდგინეთ ეს ხომ მყარია რა, ეს თანამგზავრები. ლითოსფეროს კუმშვა და გაფართოებები ხდება ამ იუპიტერის გრავიტაციის გამო, ამიტომ ისინი სხვა ელიფსზე მოძრაობენ იუპიტერს. ამიტომ ეს ახურებს მათ შიდა გულს, ასე თქვა და იქიდან გეიზერები ხეთქავს უკვე, ანუ ამიტომ როგორც ვახსენე, იქ შეიძლება ფოტოსინთეზი არ იყოს, მაგრამ შიდა წიაღიდან წამოსული სითბური მარაგებით შესაძლებელია ბიოლოგიურად იქ რაღაცა სიცოცხლის ნიშნების არსებობაც აი ამ 20 კილომეტრიანი ყინულის ქვეშ ლაპარაკი მაქვს მე ევროპაზე იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრ და ასეთივე საინტერესოა ენცელადი კიდე სატურნის თანამგზავრი რომელიც ასევე გეიზერებით არის ცნობილი მისი ჯერ კიდე კასინი იყო ესეთი თანამგზავრი რომელმაც სატურნისკენ გაუშვეს რამდენიმე წლის წინ და იქ სატურნის შეისწავლა სატურნი თავის თანამგზავრები და აი მოხდა ამ ხომალდის გავლა ამ გეიზერში და ამ ნაწილაკების დაჭერა და ანალიზი რომ ის წყალ შეიცავს მართლა წყალ შეიცავს და ამიტომ ის ზედაპირზე დაბლა რა ხდება ჩვენ ხო არ ვიცით ხო ცოტა ეს რა თქმა უნდა ერთ-ერთი ნიშნები ეს არის ეხლა კარგად შეადარეთ ეხლა მთვარეს ენდაკლებად კარგად ვიცნობთ ჩვენ რა ვიცით მთვარეზე ბევრი რაღაცის თქმა შეიძლება სხვათა შორის ერთ-ერთი არის თვითონ მისი წარმოშობის ბუნების ისტორია აი სწორედ გასული საუკუნის 70-იან წლების შემდეგ გაჩნდა ესეთი თეორია, ასე ვთქვათ, დაჯახების თეორია მთვარის წარმოშობის შესახებ, რომ ის აპოლონის ასტრონავტებიდან ჩამოტანილმა ნიმუშებმა და დედამიწის ნიმუშებმა აი ამ ქიმიური შედგენილობით რომ შეადარეს ერთმანეთს ისინი საკმაოდ გავდნენ და რაღაცით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან და ხო არ აქვთ მაგათ საერთო, ხო არ ქონდათ, ამიტომ ხო არ მოხდა რაღაცა დიდი ობიექტის დაჯახება. ჯერ კიდე ევოლუციურად ადრე თქვათ 4 მილიარდი წლის წინ, 4.5 მილიარდი წლის წინ და ეს რაღაცა ნაწილი ხო არ მოიმტრა დედამიწის და მე ხო არ ჩამოყალიბდა მთვარეს. სხვათა შორის დომინირებს ახლა ეს თეორია, ეს დაჯახების თეორია მთვარის წარმოშობის შესახებ. თუმცა იქაც არიან სკეპტიკოსები, რომ ამ დროს აი არ უნდა არსებობდეს ეს წყლის ნიშნები მაშინ მთვარეზე, იმიტომ რომ თუ ამოიმტრა ეს ნივთიერება მაშინ წყალი უნდა აორთქლებული იყო. ნუ შეიძლება მერე გაჩნდნენ ესენი. არ ვიცი, ეს კვლევის საგანია. ყოველ შემთხვევაში ჩვენ მაგას ვამბობთ, რომ ბევრი რაღაცის ინფორმაციის ჩამოტანა შეიძლება სამეცნიერო კუთხით აი ამ არტემისის მისიის ფარგლებში. ეს არტემისის ერთ-ერთი მისია, თორე მთვარეზე ბუნებრივია უპილოტო თანამგზავრები დადიან ესეთ lunar explorer-ია ესეთი მთვარის გარშემო ტრიალებენ. ისინი დეტალურად იღებენ მთვარის ზედაპირის სურათებს, მათ რუკებს ადგენენ და იჩენენ ლოკაციებს შემდეგობი დაჯდომისათვის და ასე. სხვათა შორის იმით გადაღებული სურათებია ძალიან დიდი ზუმით, პირდაპირ ჩანს ძველი ესე იგი მთვარის მოდულის კვალი კიდე ეხლა რო არჯერა მთვარეზე იყვან თუ არა პირდაპირ გადაღებულებია. ამიტომ ესეთი სკეპტიკური შეხედულებებიც არსებობს, რომ ეს პირდაპირ რა თქმა უნდა იყვნენ მთვარეზე და ეს მისი ლოგიკური გაგრძელება ეს არტემისის მისია. ოღონდ სამეცნიერო დატვირთვით, რაც დიდ ბედნიერებაა და არ არის ეს სამხედრო შეჯიბრი და რაღაც ერთმანეთის კონკურენცია, აი ამ სამხედრო თვალსაზრისით, თორე სამეცნიერო კონკურენცია ბუნებრივია კარგია და ამ ესეთ მეცნიერო დატვირთვა აქვს ეხლა ამ არტემისის მისიას. ეხლა კიდე რო თქვათ, ეხლა გზაში არიან მოდიან ისინი შემოუარეს უკვე მთვარეს და ხო, ანუ შემოვლითი ორბიტა, ესე ვთქვათ, ტრაექტორიაც რო ვნახოთ, ეხლა თქვენ რო ვნახოთ ამის ტრაექტორია, როგორ მოხდა არტემის 2-ის გაშვება. ჯერ დედამიწის გარშემო აკეთებს გარკვეულ ორბიტებს, ამასაც თავის დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ თუ ყველაფერი კარგად არ შევიდო და ისინი დაბრუნდებოდნენ დედამიწაზე. ეს სატესტო ორბიტაა, ესე ვთქვათ. იქ რო ნახეს, რომ ოკეი, კარგად მიდის ყველაფერი, მერე გადავიდნენ ეგ translunar injection orbit, ტრაჯექტორი გადავიდნენ. აი ამ
თანამგზავრი როცა ტრიალებს ასე ვთქვათ პირველი რო ავიდნენ ეს დაახლოებით 8 კილომეტრი წამიდან უკვე ძრავები ჩაერთო და უკვე გადავიდნენ ამ ტრანსლუნარ ტრაჯექტორიზე ანუ იმ გზაზე სადაც თვალისკენ გაიტყორცნენ უკვე ესენი ამათმა სიჩქარეს უკვე 11 კილომეტრ წამს მიაღწიეს რომ ესე როგორც რაიმე ნივთი გაისროლო შენი ინერციით აი მე ამას ვადარებ ხოლმე ახლა სხვათაშორის როგორც გითხარით მე ფიზიკასაც ვასწავლე და პირველი ხელოვნური თანამგზავრების მოძრაობა როგორც არის აი თქვენ რო რაღაც ქვა რო ააგდოთ ზევი და ის რო უკან ჩამოვა აი დაახლოებით მასე რო წარმოიდგინოთ ამათმა ეს ქვა მთვარისკენ გატყორცნეს მთვარესაც თავის გრავიტაცია აქ ბუნებრივია იმას შემოუარა ეს რვიანის ფორმის ორბიტით და სამაგეროდ უყურეთ რა განსხვავება იმ აპოლონის მისიებისგან ისინი მთვარისთან რო გითხარით დაბალ ორბიტებზე ტრიალებ ისინი დედამიწაზე რო წამოვიდა იმათ დამატებითი ძრავების ჩართვა დაჭირდეთ კიდე რომ ისევ დედამიწის გზაზე აეღოთ ინერცია, მაგრამ ამას არ დაჭირდა ეს. ანუ ამას არტემის დაჭირდა მარტო მთვარი შემოვლა თავის გრავიტაციის მსუბუქად ლამაზად და შორი ორბიტით და მე დედამიწისკენ რო აიღო წამოვიდა უკვე იქ მცირე კორექტირების ძრავები ჩაირთო. ანუ იგივე სიჩქარით წამოვიდა ესე ვთქვათ და მოდის ახლა და ცოტა ხანში ჩამოვლენ დედამიწაზე პარაშუტით. რამდენად შესაძლებელია რომ ყველანაირი ინფორმაცია ესე დაიდოს. მე მგონი რაღაცა ინფორმაციები მაინც შიგნით იმალება. რა თქმა უნდა. ყველაფერს არ გაგვიხსნია. თქვენ რა გონიათ რა ჩვენ ყველაფერი ნათელია აპოლონის მისიების შესახებ? არა ცხადია. აქ დიდი სახელმწიფოებრივი დატვირთვა მიდის. არა მარტო მეცნიერული კუთხით, არამედ ისევ სტრატეგიული მიღწევის თვალსაზრისით. ჩვენ როგორც გითხარით, აი იმ სკაფანდრის არ იყო ჯერახლაც დიან კიდე შემდეგ არტემისზე გამოდგება თუ არა, აქ იმდენი რაღაცებია, რაც ჩვენ არ ვიცით ჯერ კიდევ. ანუ მეცნიერებაში, კერძოდ NASA-ში არის ხოლმე ხშირად არის ესეთი რაღაცები, აი ტელეფონის მაგალითად კამერის გამოგონება, ინტერნეტის გამოგონება, ესენს სამეცნიერო კვლევებისთვის გაკუთვნილი ცენტრებში გამოგონილი ამბებია, ესე ვთქვათ, რომელიც მე საჯარო სივრცეში გაიჭრა და ესენი იყენებენ. ამიტომ იქ ჯერ იმდენი რაღაცა საიდუმლო პროექტებია ჩადებული, ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა არ არის ეს საჯარო, ეს ნენელა ზოგი წარმატებული იქნება, ზოგი წარუმატებელი იქნება, იმის მიხედვით გახდება მე ცნობილი ის. ამიტომ გვიჭირს ჩვენ ვთქვათ, რომ ეს არტემისის შემდეგი მისიები 3 და 4 აი ეს 2028-ში იქნება თუ 20 ვაგას ვერ იტყვით მერწმუნეთ ვერ იტყვით შეიძლება ბერჯერ გადაიდოს შეიძლება დროზეც ადრე მოხდეს როგორ იქნება ეს პროექტი როგორ დასრულდება და როგორი კვალიფიკაცია მიეცემა რამდენად წარმატებული იყო ახლა ეს არტემისის ეს მეორე მისია ნუ პირველი წარმატებული იყო ცხადია ხო ის მიზანი იყო უპილოტოდ შემოუვარა მთვარეს და იგივე ტრაექტორიით თქვა დაბრუნდა ახლა პილოტირებული მოხდა და აი ამის მიხედვით დაიგეგმება უკვე შემდეგი მისიები არტემისისა რითაც მოხდება უკვე უშუალოდ გადასვლა მთვარის ზედაპირზე და ისევ პოლუსთან ახლოს, სამხრეთ პოლუსთან ახლოს როგორც გითხარი, იმიტომ რომ იქ სხვა მიზანი აქვს უკვე აპოლონისგან განსხვავებით, მარტო მივედით და წამოვედით არა. იქ უნდა ნახონ ის მინერალები და ის მატერიალები, რომ გამოიყენონ მაგათმა შემდეგი ბაზების. შეგვებადია ადამიანის ორგანიზმის. კი, ცხადია, რამდენად შეგვებადია ადამიანის ორგანიზმის. თუმცა ადამიანი მე თუ მკითხავ სხვადასხვა ერთ-ერთი კვლევა ეგეც იყო რა რომ ადამიანი დინამიკაზე რახან გაჩნდა და გაიცადა ეს ევოლუციურად ადაპტაცია ხო ადამიანის კარგად მოგეხსენებათ ეს ვიზუალის გარეგნული ფორმაც ეს ხელები რო ქვევით აქ ეს ყველაფერი მილიონობით წლების ადაპტაცია ხო როგორი ადამიანს ამოტრიალებულ რო შეხედო ვერ იცნობ იმიტომ რომ გრავიტაცია საერთოდ სხვა ფორმას მიცემს ესეთები ვართ ანუ კითხვა არის ესეთი რომ მარტო დედამიწისთვის არსებობს ადამიანი, მაგრამ როგორც ჩანს არა. ადამიანს შეუძლია კოსმოსშიც რო იყოს. არა მარტო 1 და 2 დღე, თვეების განმავლობაში და როგორც ჩანს წლების განმავლობაშიც. მართალია იმის ორგანიზმი ცოტა სხვანაირი გახდება მე ესე ვთქვათ. ეს რაღაც ეს შორეულ დროის პერსპექტივაში ვამბობ. ის ხანაირი მუტაცია ცოტა ევოლუციურ ამბებს დიდი დრო ჭირდება ცხადია, მაგრამ ადაპტაცია ჭირდება რომ აითვისოს კოსმოსური სივრცე და კოსმოსურ სივრცეში იცხოვოს იმ განსხვავებულ გრავიტაციაში ის სხვანაირი იქნება მე დარწმუნებული ვარ აი ისეთი ასტრონავტები მომავალში თქვა რამდენიმე წლის მერე თქვა დაუშვათ ყველაფერი კარგად იყოთ 100 წლის მერე და ისინი თუ წავლენ და შორმოგზაურობებში იქნებიან თქვა რამდენიმე წლით და მე დაბრუნდებიან აქ ჩამოსვლის მერე ცოტა გაუჭირდებათ ამათ ადაპტაცია ხო ეხლა წარმოედგინე შენ აი ბავშვი 10 წლის ბავშვი რო წავიდეს და იქიდან 50 წლის კაცი დაბრუნდეს ეხლა აქ ხო და ჩამოვა დედამიწაზე და აქ რა ეს არის ჩვენი პლანეტა აქ ვიყავით ჩვენ აქ უნდა ყოფილიყავით ხო სხვანაირი იქნება ის რა ვიზუალურადაც სხვანაირი იქნება შინაგანადაც სხვანაირი იქნება და
აი ესეთი რაღაცა, როგორც ნოსტალგია, წარმოედგინე ემიგრანტები რომ მიდიან სადღაც და თავის ქვეყანაში რომ დაბრუნდებიან, მე ზოგი რომ დაიმუხლებს და მიწას კოცნეს, ხო იცი? აი მსგავსი რაღაცა იქნება რა, იმიტომ რომ უშორდება. მაინც დაგეგმილი არის, რომ აი დედამიწელებს მისწრაფება გვაქვს მარსზე და გვინდა რატომღაც იქ წავიდეთ და ვიცხოვრთ. ნუ ეს არ იქნება ახლა დღეს და ხვალ, მაგრამ მეცნიერები, ძალიან ბევრი ასტრონავტი ალბათ წავად რაღაცა პერიოდის მერე მარსზე და როგორც გითხარით რა, ძალიან უნიკალურია ეს, მე მაუცებს ხოლმე ჩემი მზის სისტემა ისეთნაირად არის განლაგებული რა. ეხლა სხვა ვარსკვლავის მიდამოებში ჩვენ ეგზოპლანეტებსაც პოულობთ ხოლმე იქ, ზოგი დიდია, ზოგი ნაკლებია ჩვენ და ახლა პირდაპირ დაკვირვებებს, მაგრამ უნიკალურია მზის სისტემა. არ ვიცი აი რანაირად დაემთხვა ესე ყველაფერი. ჩვენ როგორც გითხარით ეს თანამგზავრი, ყველაზე დიდი თანამგზავრი დედამიწას ყავს. თითქოს აქ უნდა მოიტესტოს ეს ყველაფერი. მეორე პლანეტა მარსი. პლანეტა მარსი თავის ორბიტაზე ხანდახან მოხვდება ხოლმე ეგრეთ წოდებულ სასიცოცხლო ზონაში. ანუ ეს ზონა, სადაც წყალი თხევად მდგომარეობაშია, დედამიწა უნიკალურად არის ამ არეში მოქცეული, სადაც ესე იგი 0 გრადუსი ტემპერატურა წყალი ან იყინება, ან თბება, ასე შემდეგ, რომ ეკვატორზე საშუალო ტემპერატურა არის ამდენი და პოლუსი, ანუ აქ გაჩნდა სიცოცხლე. ნუ ჯერ რატო გაჩნდა მაგასაც კიდე ცალკე დატვირთვა, აქ 1000-ნაირი ფაქტორები მოქმედებს, ერთ-ერთი მაგნიტური ველია, სწორედ ამ მზის რადიაციის გარო იცავს. აი ეს ერთ-ერთი საფრთხე არის მარსზე ზუსტად, იმიტომ რომ მარსს არ აქვს რა მაგნიტური ველი, იქ მზის რადიაცია ცოტა მეტია, მაგრამ სკაფანდრებით შეიძლება იქ მაინც რაღაცების გაკეთება, მაგრამ არც ერთი სხვა დანარჩენი ახლა ვენერაზე ძალიან ცხელა რა, 480 გრადუს ცელსიუსია, დნება, იქ ყველაფერი ჯოჯოხეთია, ესე ვთქვათ. მერკური იცით რომ ზესთან ყველაზე ახლოს არის და იქაც ტემპერატურა დღისით რა 180 გრადუსია და ეს ღამე -180 ეცემა. მარსზე 63-67 მე. საშუალო ტემპერატურა ეკვატორზე არის 15 გრადუსი. საშუალო ტემპერატურა რო აიღო. ეხლა ყურე დღე ადის 15 გრადუსზე, გარემო ისა ღერძული ბრუნა დაახლოებით 24 საათი აქვს, მაგრამ ღამე ეცემა -60-70 გრადუსზე. იმიტომ რომ ატმოსფერო აქვს ძალიან გაიშვიათებული, დაახლოებით 100 ჯერ ნაკლები სიმკვრივის ატმოსფერო აქვს მარს, რომელიც ძირითადად ნახშირორჟანგა გაზისგან შედგება. ამიტომ ის ვერ ინარჩუნებს ამ სითბოს, ესე ვთქვათ, განსხვავებით დედამიწისგან. ამიტომ იქ ტემპერატურის ცვლილებები საკმაოდ დღეღამურად ხდება. აიწევს და დაიწევს, მაგრამ დღის განმავლობაში ხო გითხარით +15 გრადუსია. თუმცა ესეც არ გამოირიცხება, იმიტომ რომ არის იქ გარკვეული კანიონები, გარკვეული არხები, სადაც ღრმა არეებში შეიძლება უბრალოდ ტემპერატურა სტაბილური იყოს. ყოველ შემთხვევაში მე იმის გვამინდა, რომ დედამიწასთან უნიკალურად არის მარსი ახლოს, რომ მარსის გამოკვლევა უნდა მოხდეს. შემდეგი ბუნებრივია მთვარის მერე. იმიტომ რომ როგორც გითხარით, მოექცევა ხოლმე ხანდახან რა ამ სიცოცხლო habitable ზონაში მარსი თავის ორბიტის გამო, იმასაც გაწელილი ორბიტა აქვს ის გარშემო. ამიტომ იქ წყალი ჯერ თეორიულად უნდა იყოს თხევადგეურობაში. გარდა ამისა, აი მარსის მაძიებლები რაც არიან, იმათ აქვთ უკვე მინიშნება იმის, რომ ღრმა ნიადაგებში რაღაც მლაშეწყლების ნიშნები შენიშნეს მარსზე. ამიტომ იქ წარმოედგინეთ მთვარესთან შედარებით იქ უფრო ინტრიგნული არის მარსზე, ესე ვთქვათ, რაღაცა დიდი ამბიციებია, იქ უფრო დიდ სურპრიზებს უნდა ველოდოთ. ამიტომ ემზადებიან მთვარით მერე მარსზე გადასასვლელად და მართალია აი მარსეც აი ამბობენ რომ რამდენიმე მილიარდი წლის წინ იქ იყო წყალი, მერე მოხდა რა ამის ბირთვის გაციება და მაგნიტური ველის დაკარგვა და იქ წყალი თუ იყო მარსზე შეიძლება და სიცოცხლის ელემენტებიც ყოფილიყო, ახლა პერსევერანსი რაც არის მარსზე როზის და კურიოზიდი კიდე ძველი რამდენიმე 10 წელზე მეტია იქ მუშაობს. ისინი მარსის ნიადაგებს იკვლევენ და გარკვეული ბიოქიმიური ანალიზებს აკეთებენ მშრალად, ასე ვთქვათ, იქ არის თუ არა, იყო თუ არა სიცოცხლის ელემენტები მარსზე. მართალია ჯერ გადაჭრით არ არის ეს ნათქვამი, რომ იქ რაღაცა ელემენტები იყო მარსზე სიცოცხლის ნიშნებისა, იმიტომ რომ ეს ლოგიკურიც არის, იცით, აქ ლაპარაკი არის მილიარდობით წლებზე, ახლა იქ რო სიცოცხლე ყოფილიყო, ეს წაიშლებოდა მარსის ეროზიის გამო, ბუნებრივია, იქაც არის მცირე ქარები და რაღაცეები. ახლა დედამიწაზე რო სიცოცხლე შეწყვიტო შენ და ახლა 200 წლის მერე რო ჩამოხვიდე, კიდე რაღაცა ნაშთებს, ახლა პირამიდები მართალია ამბობენ, ყველაფრის ეშინია დროისა და მარტო პირამიდებს არ ეშინია დროის, მაგრამ აქ ეს 5000 წლისა, 5000 წელი და ის კი არა მილიონები წლებზე ლაპარაკი. ამიტომ იქ ვერ იპოვი ბუნებრივია ნიშნებს. მაგრამ სიღრმეში, მინერალებში, ანუ ისეთი ნივთიერებები ორგანულებმა, რომლის ნაშთები შეიძლება ყოფილიყო, აი ამ ელემენტების პოვნაზია საუბარი, რომ ეს იქნებოდა სხვათა შორის ნახეს კიდევაც, ახლა მე ვერ დაგიკონკრეტებ ზუსტად
არ მახსოვს ეს ტერმინოლოგია, მაგრამ რაღაცა ელემენტები იმისა, რომ ის სავარაუდოდ თუნდაც მარსის ატმოსფეროში, თუნდაც ნიადაგში, რომ ეს სავარაუდოდ იქ თუ იყოს სიცოცხლე იმის ნახშთი უნდა იყოს, ასე ვთქვათ, გარკვეული ევოლუციური ნახშთი უნდა იყოს ამის. ამიტომ აქაც კომპლექსური კვლევა მიდის მარსზე. ბუნებრივად იქ კიდევ ვიმეორებ არ არის არაფერი ჯერ ნაპოვნი, მაგრამ ის რომ წყალი იყო მარსზე ადრე და ეხლა წყლის ნიშნები სხვათა შორის ეხლაც ამჩნევენ მაღალი გარჩევადობის სურათებზე. ეხლა ესეთ შეკითხვა შეიძლება დაებადოს ადამიანს, რომ რა შუაშია სურათები თვითონ მარსზე თუ დაჯდა უკვე აპარატი. ის ერთ ლოკაციას იკვლევს, რამდენიმე კილომეტრზე შეიძლება იმოძრაოს, მაგრამ ეს მარსი ამხელა პლანეტაა. ვერ მოივლის ყველაც ეხლა. ესეთი შედარებაც არის, აი წარმოვიდგინე შენ თეორიულად უცხოპლანეტელი ჩამოვიდა და თქვა შუა საჰარაში დაჯდა. გაიხედა, გამოიხედა, აქ რაღაცა ჟანგბადია, ის არის აზოტია, რაღაცა სიცოცხლე არ არის და გაფრინდა. არ არის სიცოცხლე დედამიწაზე. გააჩნია, ანუ როგორი, ამიტომ როცა მარსის თანამგზავრები დეტალურად იღებენ სხვადასხვა სურათებს მარს ზედაპირისა და აი ამ კანიონებში და არხებში ერთგვარი ჩამონაღვენთები ჩანს. წყლის ჩამონაღვენ, რომელიც გაშრა ან რაღაც, ანუ ესეთი ეროზიული გეოლოგებიც არიან მათ ჩართული, რა თქმა უნდა, ბიოლოგებიც არიან ჩართული, რომ კომპლექსურად მოხდეს ამის თეორიული ანალიზი და გარკვეული დასკვნების გამოტანა, რომ იქ როგორი პირობები, ანუ ურთულესია მარსის ბუნების გამოკვლევა. კიდევ ვიმეორებ, თვარეს თუ ვიცნობთ მეტნაკლებად ჩვენ და რაღაცნაირად ახლოს არის ეს ობიექტი ჩვენთან თვითონ ერთადერთი ობიექტია მზის მერე, რომელსაც ასე ბადროსახივ ხედავთ. თვარის რელიეფს ხედავთ აქედან შევარღებული თვალით და ტელესკოპები დეტალურად არის შესწავლილი თვარის ზედაპირი. ადამიანები იყვნენ თვარეზე, აი მარსი უფრო საიდუმლოებით არის მოცული და ყოველთვის ასე იყო. ჯერ კიდე გასული საუკუნის დასაწყისში, როცა დიდი ტელესკოპები გააკეთეს რეფრაქტორების სახით, ისინი უყურებდნენ მარსს და იქ პოლარული ქუდები შეიმჩნევა, როგორც დედამიწასა, ანტარქტიდა და არქტიკა და ანტარქტიდასავით იქ რაღაც მარსის თბილი სეზონის მოახლოების დროს ეს პატარავდება, ბიჭო, ეს წყალი ხო არ არის ეს ანუ მე რაღაც რუკები შეადგინეს, აქედან ტელესკოპები დახაზეს იქ რაღაცა და მაგაზე ფილმებიც არის გადაღებული, თქვენ რომ შავ-თეთრი ძველი ფილმები ნახოთ, ანუ მარსზე შეიძლება სიცოცხლე იყოს. მე კი ნახეს რომ თურმე ეს ნახში როჟანგა გაზი დაბალ ტემპერატურაზე კრისტალდება და ეს იწევს ამ თეთრი არის შენარჩუნებას და ეს არ არის წყალი, რასაც ჩვენ ვეძებთ, მაგრამ ყოველთვის საინტერესო იყო მარსი ათვისების თვალსაზრისით. კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ შემდეგი ნაბიჯი ცხადია ლოგიკურად მარსი უნდა იყოს ახლოს არის ჩვენთან 53 მილიონ კილომეტრზე მოდის ხოლმე დიდი პირისპირ დგომის დროს ეს დაახლოებით 15-17 წელიწადში ერთხელ ხდება. ამიტომ საკმაოდ ახლო ობიექტია მარსი და ბუნებრივია იმის ათვისება შემდეგ ნაბიჯებზე დაგვაფიქრებს მე ალბათ რომ აი მარსის ათვისების მე აუცილებლად ამბიცია ადამიანს მომიცი. არა, ამას ვერ ლიმიტი არ აქვს ადამიანის სულს. ეხლა უფრო განვითარდა თან ხომალდებიც ხომ უფრო შეცვლილი არის. ამდენი წელი იმიტომ ელოდნენ რომ აი ზუსტად რაღაცა ყველანაირად გამზადებული რომ აი მაგას მიაქციეთ კიდე ყურადღება რა, ესეთ ჩემთვის ძალიან დიდ ემოციას იწვევს აი მთელი კაცობრიობის ისტორიას რო გადახედოთ, ხო? რაც ადამიანს თავი ახსოვს, თქვათ, ძველი შუმერები ხეოფსის პირამიდები, 5, 6, 8, 1000 წელიწადი, თქვათ, ხო? აი, გასულ საუკუნეში მოხდა ეს ყველაფერი რა. ანუ რაც აითვისეს, ასე თქვათ, მაქსველის ელექტროდინამიკით და ამ ტექნიკის მიღწევით, რა თქმა უნდა, რენესანსის ეპოქის მერე თეორიის განვითარება ფიზიკაში, მათემატიკაში, ელექტრობის ათვისება და ასე შემდეგ, რამაც პირველი თვითმფრინავების ჩამოყალიბება უკვე გასული საუკუნის დასაწყისში და შემდეგ რაკეტმშენებლობები, რეაქტიული ძრავების ათვისება, სხვათა შორის რეაქტიული ძრავები, როგორც ესეთი, აი რაღაცა ნაწილის მოშორები ცხეული, რომ მეორე მხარეს გავარდება, ეს ჯერ კიდე ჩვენმა ჩინელებმა იცოდნენ, როცა დენტი გააკეთეს ეს ფაია ეროები იყო ესეთი შვილდისრები, დენტი დატენილი ბამბუკები, ეს მოვკინე და ისროდა. არა, ახლა წარმოიდგინეთ აი ამის ათვისება კოსმოსური მიზნებისთვის. ანუ მე მითქვამინ რომ აი ამ დიდ დროში მცირე პატარა დროში მოხდა ამხელა კაცობრიობის ემხელა იმპულსი. თქვენ რო შეადაროთ ახლა კიდევ ვიმეორებ აპოლონის პროგრამის ტექნიკური მხარე ამ არტემის იმხელა რადიკალური განსხვავება მიუხედავად იმისა რომ ამან 4 ასტრონავტი აწია ამისი ანუ სამეთაურო ხომალდის კაფსულის დიამეტრი არის 5 მეტრი იმისი 3 მეტრი იყო მიუხედავად იმისა აი წონაც რო შეადაროთ მაგრამ ეს გაცილებით რომ მძლავრია იმიტომ რომ ამ 50 წელიწადში ისე დაიხვეწა საწვავის ტიპიც ტექნიკაც და ნების
ნებისმიერი სხვა ტექნიკური მხარე მეცნიერებაც ცხადია წინ წავიდა რომ გაცილებით უფრო იოლია ეხლა ამ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა რაც ხდებოდა 70-იან წლებში. წარმოიდგინეთ, მაშინ მონიტორიც კი არ იყო, ანუ ხელით გადართვის სისტემაზე იყვნენ ადამიანები, ასე ვთქვათ, ხო, მანუალურ მართვაზე ხდებოდა, აი აპოლონ 13-ის დროს ეგ მოხდა, სხვათა შორის აპოლონ 13-ზე ამბობენ, რომ ერთ-ერთი წარუმატებელი მისია. ანუ რომ დააბრუნეს ეს ასტრონავტები უკვე მთვარის ორბიტაზე იყვნენ გასულები, მთვარეს უნდა შემოვლოთ და იქ მოხდა ჟანგბადის ბალონების გახეთქვა, აფეთქება და აპოლონ 13-ის 13-მა ვერ მოახერხა მთვარეზე დაждომა. ლოკალურად მიიღეს გადაწყვეტილებები, რომ მთვარის მოდულის ზრავა უნდა გამოეყენებინათ იმ მთვარეს რომ შემოუარეს ერთხელ, სწორედ იმისთვის რომ დედამიწისკენ გამოეტყორცნა მერე ეს ხომალდი და სამივე ასტრონავტის გადარჩენა მოხერხდა. ანუ წარმოიდგინეთ რა დონის კომპლექსურად იყო საქმე, იქ არ ქონდათ იმხელა ტექნიკა, იმხელა გამოცდილება, მაგრამ მაინც მოახერხეს ამათმა დაბრუნება. დღეს ეს უსაფრთხოებაც გაცილებით მაღალ დონეზეა ასული. ხო გეუბნებით, აი ეს იმდენად გატესტილია უკვე ეს ყველაფერი, რომ წინასწარ იციან უკვე, რომ აი 90%-ზე მეტ გაცილებით მეტი, ალბათ მე თუ მკითხა 98% იციან, რომ ეს წარმატებით ჩაივლის ეს მისია. ის 1-2-3% მაინც რაღაც ალბათობა მაინც არსებობს. აი მაგიტომ ვერ მოახერხეს სხვათა შორის საბჭოთა კავშირმა მთვარეზე გაშვება. სწორედ 79 წელში, როცა ამსტრონგი დაეშვა მთვარის ზედაპირზე, ჯერ კიდევ თებერვალში ბაიკონურში, ყაზახეთში რუსები ცდილობდნენ, რომ N1-ის ტიპის რაკეტები შექმნეს, მაგათმა რომ უნდა დაესროთ მთვარეზე ადამიანის გაშვება. მაგრამ ტესტირებები არ გააკეთეს მაგათმა. ამიტომ 4 მცდელობა ჰქონდათ და 4-ვე კრახით დასრულდა ეს ამხელა ბუმბერაზი რაკეტები 100 მეტრი იყო სიმაღლე. აი როგორც Saturn 5 იყო, ისე ტიპიურად ანალოგი ჰქონდათ ამათაც გამზადებული. იგივე სამი კოსმონავტით, ოღონ ერთი უნდა გადასულიყო მთვარეზე და ოღონ 30 ძრავა ეყენა, რომელიც ნავთზე მუშაობდნენ, აი კოროლები ჩართული იყო ამაში, რომ ხვდებით, ანუ რა დონის წნეხი იყო, რომ სახელმწიფო აიძულებდა, უნდა ვაჯობოთ ახლა ამათ ჩვენ მთვარეზე, ჩვენ უნდა დავსვათ პირველი კოსმონავტი, მაგრამ კრახით დასრულდა, იმიტომ რომ არ ტესტავდნენ ისე, 30-ვე ძრავა არც კი გატესტეს, ისე გაუიშეთ ცადეს გაშვება. ამიტომ ზოგი სტარტის დროს აფეთქდა, ზოგი, ამიტომ 74-ში დახურეს მერე ეს N ტიპის რაკეტები ამ საბჭოთა კავშირში, იმიტომ რომ პრაქტიკულად წააგეს უკვე. იმიტომ რომ აი ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი ამ დროის განმავლობაში, რატო აღარ მოხდა მთვარეზე გაშვება. ამით აიხსნება ეგ ფაქტორი რა, იმიტომ რომ აი ამ კოსმოსურ შეჯიბრებაში მაგრამ ვერ ვიტყვი რომ წააგეს, იცი, მაგრამ ხელა იმპულსი მიცა შტატებს რომ ეს გაეკეთებინათ, ამ კუთხითაც შევხედოთ, ხო ეს არა, ეს ბრძოლა იყო, მაგრამ რა ვქნათ ახლა გადავიდნენ ამერიკელები პირველები და გააკეთეს, თორე ხო გეუბნები, უდიდესი მიღწევა იყო მაშინდელი კოსმონავტიკისა საბჭოთა კავშირში, ბუნებრივია, მაგრამ როგორც ჩანს, ის ფონ ბრაუენი, ვინც გითხარით, ის ინსტრუქტორი ამერიკაში ვიცხოვრობდა, იმის ძრავები უფრო მაღალი სიმძრავის და მაგრამ უფრო ეფექტური გამოდგა, ის სხვა იყენებდა არა ნავთს და ასე შემდეგ. ამიტომ აქ ვერ მოხდა იმდენად წინ წასვლა ამ უზარმაზარი რაკეტებისა, როგორც Saturn 5-მა უფრო გაამართლა იმ 5 ძრავიანი სისტემით. ამიტომ ამის თქვა მინდა, რომ ეს შეჯიბრება კარგია, ბუნებრივია, ეს ტექნიკას წევს წის, მაგრამ ნაბიჯი არ უნდა გადადგას, სანამ კარგად არ იქნება დარწმუნებული და არ იქნება გატესტილი ეს ყველაფერი. ამიტომ ამ არტემისის მზადებაც ბუნებრივია, იტესტება წინასწარ, ყველაფერი კარგად უნდა იყოს. ესეც ერთ-ერთი სატესტო მისია, მაგრამ ვერც სატესტოს ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ უამრავი სამეცნიერო მასალა ჩამოდის. ანუ მასე ყველაფერს სატესტო შეგიძლია დაარქვა შენ. იმიტომ რომ ნებისმიერ გადადგმული ნაბიჯი სატესტოა, იმიტომ რომ იმის მერე ყოველთვის გინდა შენ რაღაცა გააკეთო, ხო? ამიტომ მიდის ეს ჭიდილი და რა ვიცი, აი ესეთი შეფასება შეიძლება რომ თქვა და რა ვიცი, მშვიდობიან დაბრუნებას უსურვებ ახლა ჩვენ ასტრონავტებს და კიდევ ახალი მისიებიც დაიგეგმება თავისთავად, ჩინელებიც გაუშვებენ, საინტერესოა. ეხლა უკვე ეს ერთი მისიის შესრულება მოანდომა სხვები გამოაფხიზლა თითქოს. თქმა უნდა, ეს ტრიგერს აძლევს ახლა სხვა ქვეყნებზე. სხვათა შორის ინდუეთის რო ვახსენეთ, ინდუეთმა აი დაბალი ბიუჯეტით შეძლო უკვე ამ ისინი
მთვარეს დასმა ამ კოსმოსური ხომალდების. ახლა ჩინელებს უკვე ჩინეთი ცდილობს უკვე თავისი დამოუკიდებელი საერთაშორისო სადგური გააკეთოს. უკვე ჩინელებს აყავთ უკვე ასტრონავტები კოსმოსში. ანუ ისინი, მაგრამ მე ეს ინდუეთიც მოვოცებს, რომ როგორ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცოტა ისე წარმოდგენა გვაქვს, აი მუშაობს ხალხი. სხვათა შორის მეცნიერებაშიც არაჩვეულებრივი ხალხი ყავდათ ეს ჩანდრაიანი რო გითხარით ეს საპატივსაცემლოდ და არქეს სუბრაჰმანიან ჩანდრასი არის უნიკალური თეორეტიკოსი იყო ფიზიკოსი და ბევრი ნობელის პრემიის ლაურეატები ყავთ ინდუელებს, ძალიან ბევრი. ამ სამენს შევხედავთ. შეიძლება რაღაც კუთხით ღარიბი ქვეყანაა, მაგრამ ამ თვალსაზრისით გენიალური ხალხია და ეს ჩანს კიდევაც ამ კოსმოსურ მიღწევებში რა შეიძლება. თქმა უნდა. მაგრამ კიდევ მეორე ძალიან დაბალ ბიუჯეტიანად, საკმაოდ მაღალი სიმძრავით. ნუ პატენტები აქვთ, მაგრამ თავის ისინი არ გეტყვიან რასაც წობს იყენებენ. ყველა ქვეყანა მასია, განსაკუთრებით ჩინეთი, ახლა თქვენ რაც ახსენეთ, რომ არაფერი ისინი საჯაროდ გამოცემენ ინფორმაციას, რაც იქნება მისაღები, ესე თქვა, თორე დანარჩენი თვითონ ქვეყანა მიცის. ერთმანეთსაც უმალავენ, ერთმანეთსაც უმალავენ, ცხადია, რომ ეგ არის კონკურენცია და ეგ არის. ანუ ისე რომ ის გავაკეთოთ, რომ დედამიწელმა ერთად ვიმუშაოთ და ეგ ძალიან მაგარი რაღაცა თქვი ახლა შენ. ეგ არის ჰუმანიზმი უკვე. მაგის წესი და რიგით ყველა ვისაც ადამიანობა ახასიათებს და ის ჩათვლის როგორც დედამიწის მოქალაქეა, წესით მასეც უნდა იყოს. მაგრამ ესეც კომპლექსური საკითხია, ხო, კარგად მოგეხსენებათ, ეხლა როგორ გამოაფხიზლა ამ არტემისის მისიამ ეს ხალხი, იქ ირანში ომი, აქ ის ხდება, თითქოს თურმე ჩვენ სხვა რაღაცეებით შეგვიძლია. ამიტომ ეს ომები და ეს უბედურებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ჯერ ადამიანს, მოდი პირდაპირ ვიტყვი რა, არ აქვს მაგდენი ტვინი, რომ მიხვდეს, რომ სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს ეს თავისი ტექნიკა და ეს თავისი მიღწევები მეცნიერებაში, ვიდრე ერთმანეთის ჟილეტვაში და კონკურენციაში. ხო, რა, მოერთხელ იბადები და ერთხელ რად გინდა ვემუქრებით რაღაცა შეინარჩუნე კულტურაც, ადამიანობაც, ყველამ თავისი, აი ეს დაჭმა ერთმანეთის ეს არ მესმის რა. ეს მე გონია რომ აი ლიდერი პოლიტიკოსების გაუნათლებლობის ბრალია ეს ყველაფერი და როცა ხდება ხოლმე ისე რომ ლიდერიც კარგად ერკვევა მეცნიერების საქმეში, მაშინ ის კარგადაც მიდის ეს ყველაფერი, მაგრამ ეს კონკურენცია ერთმანეთისა უკან ხევს, აი ამ ომები ხევს უკან ბუნებრივია. ეხლა ნახეთ თითქოს ჩემს სიტყვების საწინააღმდეგოს ვამბობ, ტექნიკას არ ვითარებს, იმიტომ რომ ერთმანეთი უფრო მაგრად ახოცონ. მაგრამ ეს ტექნიკა ხო შეიძლება მეცნიერებაში გამოიყენო და იმ პროგრესში გამოიყენო და რას თქვენ თქვის, ყველას ერთიანი წარმატება იყოს. ამსტრონგმა რო თქვა ის სიტყვების უკან ნაფიქრია და იმიტომ თქვა მასე რომ ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანის რა კაცობრიობის ეს იყო დიდი ნახტომი. რაშუაში აქ ამერიკელები პირველები და ჩვენ მეორეები და ის მესამე და მეოთხე. ეს არის კაცობრიობის მიღწევა. ამიტომ ამბობ, ეს არის უკვე ჰუმანიზმი და ადამიანობა, რომ სხვა ქვეყნების მიმართ ემპათია ალბათ გვერდში დგომა, რომ ერთად გავაკეთოთ ეს მეცნიერების საქმე, იმიტომ რომ ამით შენც ისარგებლო, მეც ვისარგებლო და ყველა მისარგებლოს და სიკეთეს მოვახმაროთ ეს მეცნიერული წინსვლა. მე ვუსურვებ სამყაროში ესეთ ინფორმაციების გავრცელებას, მათ ვუსურვებ ჩვენს წასულ ასტრონავტებს კარგი ინფორმაციების მოზიდვას, მეტი ინფორმაცია რომ ექნებათ ადამიანებს, დედამიწელებს უფრო მეტად განვითარდებიან და უფრო მასშტაბურად დავიწყებთ ფიქრს და ეს იქნება ძალიან მე ახლა ამას უყურებ ერთ-ერთ ძალიან დიდ წარმატებად, რაღაცა ძალიან ისეთი დიდი ინტერესით შევცქერი, ყოველი დეტალი მაინტერესებს, იმიტომ რომ ადამიანისთვის მთვარი არის ძალიან მნიშვნელოვანი უხსოვარი დროიდან თვარეზე არის მაგას მიქცევა, მოქცევა, რაღაცა დეტალები, მისი ახალმთვარეობა, სავსე მთვარეობა, აი ყველანაირად და ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის და ჩვენ გვქონდეთ ძალიან მალე კიდევ შეხვედრა, როდესაც ვისაუბრებთ მარსზე. ძალიან დიდი მადლობა რომ ეწვიეთ, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით, მაგრამ მინდა ასევე გავამახვილოთ ყურადღება სანამ დაგემშვიდობებით ობსერვატორიასთან დაკავშირებით ხო. აი ჩვენთან საქართველოში რაც გაგვაჩნია ამაზე. სამეცნიერო ამბავში ცხადია აბასნოვის ობსერვატორია აქტიურად არის ჩართული, ჩვეულებრივ როგორც საერთაშორისო ქსელებში, ასე ვთქვათ, აბასნოვის ობსერვატორიდან მიდის მაგალითად მონიტორინგი, ასტეროიდები კარგად შეისწავლება, პოტენციურად საშიში ასტეროიდები, რომელიც
შეიძლება დედამიწას მოუახლოვდეს. ცოტა ხნის წინ სხვათა შორის ჩვენმა კოლეგებმა მიიღეს NASA-ს ერთ-ერთი პრემია ამ საერთო საქმეში ჩართვისათვის. ერთ-ერთი მისია იყო DART, ესეთი მისია. ერთ-ერთი ასტეროიდის ტრაექტორიის შეცვლაზე იყო საუბარი, იქ სადაც ხელოვნური თანამგზავრი დაეჯახა, ასე ვთქვათ და აბსოლუტურად ოფსერვატორია მიდიოდა მაგის მონიტორინგი და მაგის ვიდეო ჩანაწერებიც არსებობს. სხვადასხვა მიმართულებით მიდის აბასთუმანში კვლევები, როგორც გარე galaktikuri მიმართულებით, ისევე მზის კვლევის მიმართულებით, მზედედამიწა შორის კავშირის მიმართულებით, ატმოსფეროს ფიზიკა აქტიურად მუშაობს და ასე რომ ჩვენც ვართ ჩართული მაგ ამბებში და რა თქმა უნდა, სამომავლოდ რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება ამ მეცნიერების სფეროში, უფრო კარგი იქნება. ამიტომ ხელშეწყობა უნდა იყოს ბუნებრივია და დაინტერესება უნდა იყოს. ამიტომ მადლობა თქვენ მოწვევისთვის და იმედია რომ მსმენელიც ისიამოვნებს ამ ინფორმაციით. აუცილებლად ეს ჩვენს კაცობრიობას ყოველთვის აინტერესებს და აინტერესებს და რაც მთავარია სწორი ინფორმაციების მიწოდება არის ყოველთვის კარგი. ძალიან დიდი მადლობა და სანამ დაგემშვიდობებით მე საჩუქარი უნდა გადმოგცეთ. რა საჭიროა? ეს არის მაღაზია თილისმამ, გამოგიგზავნათ საჩუქარი სიმბოლურად ჩვენგან. კარგად გრძანდებოდეთ. მადლობა დიდი დროებით.